სტუმარია ადამიანი, რომელიც მხატვრობით და ქართული კალიგრაფიის ხელოვნებით არის გატაცებული. აღსანიშნავია, რომ მისი ნამუშევრები ინდივიდუალიზმით გამოირჩევა და ჩვენი სტუმარი ნამუშევრებს ქმნის, ნახატებს ქმნის ქართული ასოებით. ალექსანდრე მამუკაშვილი უნდა წარმოვადგინოთ. და შალვა კამლაძე, რომელიც არის საქართველოს ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის ხელმძღვანელი. გთხოვთ? დილა მშვიდობისა. დაბრძანდით. როგორ ჯანდებით? დაბრძანდით. პირველ რიგში გითხარი როგორ გაგიჩნდა იდეა რომ კალიგრაფია მხატვრობაში გადმოგეტანა? პრინციპში სპონტანურად საკმაოდ, იმიტომ რომ სულ რაღაც 4 წელია რაც ამ მიმართულებით მუშაობ, მაგრამ 2 წლის წინ მივხვდი რომ თურმე უფრო ადრე დამიწყია. იმიტომ რომ ძველ ფოტოებს რო გადავხედე Facebook-ზე, ვნახე ჩემი სახელი ალექსანდრე ეწერა ადამიანის ნაფეხურის გამოსახულებით, ასე ვთქვათ, და პრინციპში მინიმალისტურ კალიგრამად შეიძლება ჩაითვალოს და მას შემდეგ რაც გავიგე რომ ესეთი მიმართულება უკვე არსებობდა, დავგუგლე და ასე ვთქვათ, არაბული სამყარო არის ძალიან განთქმული ამ მიმართულებით. ეს თავადაც ვნახე, შარშან ქართული კალიგრაფები ვეწვიეთ ეგვიპტეს, კაიროში ქონდა გამოფენა არაბ კალიგრაფებთან ერთად. და ჩემი თვალით გავეცანი, ასე ვთქვათ, პირადად მათ კალიგრაფიას. და რამდენ დროს ანდომებ ერთ ნამუშევრის შექმნას? რა თქმა უნდა, გააჩნია სირთულეს, თუ ვთქვათ, ძალიან რთულია სტრუქტურა თვითონ კალიგრამის. მაგალითად, ერთ-ერთი ნამუშევარი 7 საათში შეუსრულებლად გავაკეთე და ამას კალიგრამის დიეტა დავარქვი, იმიტომ რომ როდესაც აქტიურად ვაკეთებ ამას, ძალიან ხდები ხოლმე, იმიტომ რომ გაწყვეტა არ შემიძლია მუშაობას. და რა მასალით ხატავ, ან რაზე ხატავ? ამ ეტაპზე ინსპირაციის წყარო რა არის, ეს საინტერესოა. ამ ეტაპზე მხოლოდ ქაღალდზე მაქვს რაღაც იდეები, რომ შევცვალო, ასე ვთქვათ, ორიგინალური მასალით. ბოლო პერიოდში უკვე შავი ქაღალდი არის ჩემი არჩევანი, უფრო ეფექტური გამოდის ნამუშევარი. ინსპირაციას რაც შეეხება, არ ვიცი, ამ დროს ამ შეკითხვას ძალიან ხშირად მისვამე ხოლმე და ასე ვთქვათ, ტრადიციად მეკცა ერთი და იგივე პასუხი, მარინა აბრამოვიჩის ხელოვნების მანიფესტს ვესესხები ხოლმე, ხელოვანი სამყაროა, მან ღრმად უნდა ჩაიხედოს საკუთარ თავში შთაგონებისთვის და ხედვის სიღრმე განსაზღვრას, ასე ვთქვათ, მის უნივერსალურობას. მართლაც ულამაზესი ნამუშევრებია, ჩვენ ძალიან მოგვეწონა და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანის აღფრთოვანებას იწვევს. საინტერესო ამ ნამუშევრებში მართლაც თუ იკითხება რაიმე, თუ უბრალოდ ასოების განლაგება არის? თითოეულ ნამუშევარში იკითხება, ეს ყველაფერი დავიწყე შექსპირის სონეტებით, ცალკე მქონდა გაკეთებული ზოდიაქოს სერია, ასე ვთქვათ. და შემდეგში უკვე ჩემი გემოვნებით, ჩემი საყვარელი პოეტების ლექსებს ვაკეთებდი, პორტრეტებში და ასე შემდეგ. შალვა, მოდი შენ გვესაუბრე გეგმების შესახებ, თუ გაქვთ რამე გამოფენა დაგეგმილი, ან თუ იყო გამოფენა ესეც საინტერესოა, ხო? და გეგმების შესახებაც გვესაუბრეთ. მოგესალმებით და რა თქმა უნდა, წარმატებული შაბათი დღე მინდა ვუსურვო ყველა იმაყურებელს, ვინც ახალთვალს ვადევნებს. რა თქმა უნდა, ჩვენ მიგვეგმებით გამოფენისთვის, მაგრამ კონკრეტულ რიცხვს ამჯერად ვერ მოვუთ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, როგორც შექმნის პროცესი არის საკმაოდ გრძელვადიანი ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე იმისათვის, რომ ეს მომზადდეს საკმაოდ სკულპტურულად, ინფორმაციულად და ეტანილი იქნეს დამთვალიერებამდე, ამასაც საკმაოდ დიდი დრო ჭირდება, მით უმეტეს ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გამოფენა წარმოდგენილი იყოს მაყურებლისთვის QR სისტემაში, არ როდესაც ნახავს ადამიანი, ხოლო მობილურ აპარატის მეშუქების შემთხვევაში კონკრეტულად სრულყოფილი ინფორმაციას, როგორც ავტორს, ასევე ნახატის ზომებს, რამოდენიმე ენაში, ასე ვთქვათ, გაიგებს, მით უმეტეს, რომ ჩვენ ვემზადებით მოდით ვიტყვით ძალიან სერიოზული გამოფენისთვის და მართლაც მადლობა უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ამას დღეს ვაჟღერებთ ტელეკომპანია მაესტროს დილის გადაცემის საშუალებით. გამოფენა იგეგმება ქუთაისში და რატომ ქუთაისში? იმიტომ რომ ალექსანდრეს პერსონალური გამოფენა უკვე დედაქალაქში იყო და იმ მოახლოებული საიუბილეო წლებიდან გამომდინარე, რომელიც არის თუნდაც გერმანია-საქართველოს მეგობრობის 25 წლის იუბილე, მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო დონეზე საკმაოდ მაღალ დონეზე აღინიშნება ეს იუბილე და კონკრეტულად ამ თარიღის გამო მხოლოდ ქუთაის 100 ხელოვნებათმცოდნე გერმანიიდან ესტუმრება, ასე რომ ეს თარიღებში, რა თქმა უნდა, დაგეგმილი იქნება პარალელურად იმ რიცხვებში, როდესაც ეს სტუმრები ჩამოვდიან საქართველოში, კერძოდ ქუთაისში და რაც ყველაზე საინტერესო არის, ალექსანდრეს გამოფენის დათვალიერება მაყურებელს
შეიძლება 24 საათის განმავლობაში, ანუ რომელ საგამოფენო სივრცეში? დიახ, აი რას გულისხმობ, სწორედ აქ მიყავდა ჩემი საუბარი, რომ ქუთაისში იხსნება კულტურული ტურისტული ახალი ატრაქცია, რომელიც აბსოლუტურად 24 საათის განმავლობაში იქნება. პრაქტიკულად ნახევრად ღია სივრცეზე არის საუბარი, რომელიც ქუთაისის სინამდვილეში უნდა მიიღოს, მან დაატვირთვა თქვენ მოგეხსენებათ, დასავლეთ ევროპაში აპრობირებული მეთოდი არის ღამის მუზეუმი. სწორედ აი ეს იქნება პირველი ეტაპი, სადაც არ იქნება დაკეტილი სივრცე და შემთხვევითი გამვლელი ეს იქნება ტურისტი, თუ რომელსაც რა ვთქვათ, საგამოფენო სივრცე იკეტება საღამოს 6 საათზე, მაგრამ ეს სივრცე მიცემს ყველას, როგორც თანამოქალაქეებს, ასევე უცხოელ ტურისტებს, რომ გამოფენის შესახებ მეტი ინფორმაცია გაიგოს. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ ძალიან ბევრ დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ.